25 წლიანი გამოცდილების ბრენდი, რომელიც საქართველოში GVP-ის მფლობელია, ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლიდან არის წარმოდგენილი და ამ დროში ინვესტირებაზე მზადყოფნა არაერთჯერ საქმიანი დილას ეთერშიც დაადასტურა. გამოწვევებით ბევრი დახვდა კომპანიას და საოპერაციო თუ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება მენეჯმენტის მთავარ სამიზნედ იყო და დღემდე რჩება როგორც გაცხადებული. კომპანიის საჯარო ანგარიშგების მიხედვით 4 წლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ქსელის დაზიანების სიხშირე და წყალმომარაგების შეზღუდვების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა სრულად აღმოფხვრილი არ არის. 2022 წლის ანგარიში წყალმომარაგების ქსელზე 18000-ზე მეტი, ხოლო წყალარნებზე 17000-ზე მეტი ავარიული დაზიანება ფიქსირდებოდა. 4 წლის წინ თბილისში წყალმომარაგების ქსელზე ყოველ 100 კილომეტრზე 415 ავარია იყო, რაც ევროპულ ქვეყნებში ავარიების ინდექსის მაჩვენებელს მინიმუმ 8-ჯერ აღემატებოდა. მაშინ როცა ევროპაში ავარიების ინდექსი 100 კილომეტრზე 50-ია. როგორ იცვლებოდა ეს ყველაფერი აი ამ წლების განმავლობაში კომპანიის ინფრასტრუქტურიდან, მენეჯმენტიდან და საოპერაციო მიმართებიდან გამომდინარე და რა შედეგებია დღეისთვის. ჯერ მოდით კომპანიის მხრიდან მომზადებული ერთგვარი ვიდეო ანგარიში ვნახოთ და შემდგომ უკვე გადავიდეთ საუბარზე. 2026 წელს წყალმომარაგების ქსელზე მიმდინარე სამუშაოებისას გაცილებით ნაკლებ აბონენტს ეზღუდება წყლის მიწოდება, ვიდრე ეს გასულ წლებში ხდებოდა. თუ 2022 წლამდე გამანაწილებელი ქსელის დაზიანება მთლიან რაიონებსა და მიმდებარე უბნებში აფერხებდა წყლის მიწოდებას, დღეს წყალმომარაგების ქსელი დამოუკიდებელ ზონებად არის დაყოფილი და ქსელზე თითოეული ინციდენტი მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე ლოკალიზდება. შედეგად კი 2022 წლიდან დღემდე წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები საშუალოდ 54%-ით არის შემცირებული. ეს ცვლილება 2022 წლიდან დაიწყო, როდესაც Georgian Water and Power-ის მფლობელი საერთაშორისო კომპანია Aqualia გახდა. სწორედ ევროპული სტანდარტების დანერგვამ დაუდო საფუძველი მასშტაბური ზონირების პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2022 წლიდან დღემდე თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში ინტენსიურად მიმდინარეობს ჩამკეტმა რეგულირებელი ინფრასტრუქტურის განახლება. შედეგად დღეს წყალმომარაგების ერთიან ქსელზე 27812 ერთეული ურდული ფუნქციონირებს, რაც სისტემის მართვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს. აღსანიშნავია, რომ ზონირების პროექტის განხორციელება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც ქსელის საიმედოობას ყოველდღიურად ზრდის. რაც ნიშნავს წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი და როგორ მუშაობს რეალურად სისტემა. არეალი არის ის კონკრეტული გეოგრაფიული ზონა, სადაც ქსელზე სამუშაოების მიმდინარეობისას წყლის მიწოდება დროებით იზღუდება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ არის მოწყობილი Georgian Water and Power-ის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა. წყალმომარაგების ქსელი სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: მაგისტრალური მილსადენები, რაც უზრუნველყოფს წყლის ტრანსპორტირებას ქალაქის მიმართულებით, გამანაწილებელი ქსელები, რაც წყალს უბნებში ანაწილებს, და განშტოებები, რომლის საშუალებითაც წყალი უშუალოდ კონკრეტულ შენობებამდე მიედინება. თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების ქსელები ჯამში 29 ძირითადი მაგისტრალური წყალსადენისგან შედგება. წარსულში მცირე დაზიანების დროსაც კი ტექნიკურ ჯგუფებს უზარმაზარი მაგისტრალური ან გამანაწილებელი მილების დაკეტვა უწევდათ. დღეს კი ზონირების შედეგად პრობლემის იზოლირება კონკრეტულ ლოკაციაზე ხდება. მიმდებარე ქუჩებს კი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. მთელი ეს პროცესი ონლაინ რეჟიმში GVP-ის განახლებული სადისპეჩერო ცენტრიდან კონტროლდება. დაზიანების შემთხვევაში სისტემა მყისიერად განსაზღვრავს საჭირო ურდულებს და წყალმომარაგებას უზღუდავს მხოლოდ ზუსტ მცირე არეალს. Aqualia's საერთაშორისო გამოცდილება, ინოვაციური ტექნოლოგიები და ევროპული სტანდარტები თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემას გაცილებით საიმედოს და სტაბილურს ხდის. და როგორ შეიცვალა კომპანიის ამ წლების მუშაობის შედეგად მონაცემები, ამაზე უკვე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. ჩვენთან ერთად არის გიგა ნადირაძე, გიგა Georgian Water and Power-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორია, საქმიანი საზოგადოება მას კარგად ისმის. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა მობრძანებისთვის, გიგა. მადლობა თქვენ. გიგა, ჩვენ ძირითად თემებზე საუბარს სანამ დავიწყებთ, მსურს გამოვეხმაურო გუშინდელი ღამის ტექნიკურ შეფერხებას, ავარიას. Blackout-ი დაფიქსირდა ფაქტიურად საათნახევრის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის შეფერხებიდან გამომდინარე, რამაც ცხადია ასახვახბავა წყალმომარაგებასთან მიმართებითაც. დილისკენ ეს ყველაფერი უკვე აღდგენილი იყო, ჩვენ ნახეთ GVP-ის განცხადებას, თუმცა GVP-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელისგანაც სურს მივიღოთ ვითარებასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია.
ელექტროენერგიის წყვეტამ რა თქმა უნდა გავლენა იქონია წყალმომარაგების სტაბილურობაზე, თუმცა რამდენიმე ფაქტორმა დადებითად იმოქმედა. ერთი ეს იყო, რომ ღამის საათებში მოხდა აღნიშნული წყვეტა და შესაბამისად მოხმარება ნაკლები იყო სასმელი წყლის და მოთხოვნა სასმელ წყალზე. მეორე, ეს არ იყო ხანგრძლივი პერიოდი და შესაბამისად ის რეზერვები, რომელიც სისტემას გააჩნია, ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ, ამიტომ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმალური პრობლემებით გადავლახეთ ეს კრიზისული სიტუაცია და დილის საათებში უკვე სრული დატვირთვით შეხვდა წყალმომარაგების სისტემა ქალაქს. კი ბატონო. დაუბრუნდეთ ძირითად თემას. 2022 წლიდან აკვალია შემოდის კომპანიაში. ამ წლებს ემთხვევა თქვენი შემოერთებაც ამ კომპანიაში, ამ პოზიციაზე. რა ინვესტიციებზეა საუბარი ამ ხნის განმავლობაში იმ ფონზე, რომ დასამალი საზოგადოებისთვისაც არ არის თბილისის, რუსთავის აბსოლუტურად ამორტიზებული, ხელშეუხებელი, ჯერ კიდევ დაარსების დღიდან ვიდრე დღემდე ქსელი ჩაიბარეთ და რა ინვესტიციებზე გავედით ამ 4 წლის თავზე. 2022 წლიდან დღემდე 500 მილიონამდე ლარის ინვესტირება მოხდა წყალმომარაგების სექტორში. თუ რამდენად დიდია ეს თანხა გასულ პერიოდთან შედარებით, ჩვენ შეგვიძლია რიცხვებში გამოსახული ვთქვათ, რომ 2.5-ჯერ აღემატება 2022 წლიდან დღემდე განხორციელებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა მანამდე პერიოდში იგივე ერთობლიობაში. დიახ, რა თქმა უნდა, საშუალო წლიური საინვესტიციო პროექტის ღირებულება რო ავიღოთ, რაც 2022-დან დღემდე განხორციელდა 2.5-ჯერ აღემატება მანამდე პერიოდს. ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის ქსელური ინფრასტრუქტურა, რომლის მიმართულებითაც განახლების ტემპმა, ამ 2022 წლიდან დღემდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასმელი წყლის წყალარიგნების მესადენები ჯამურად რაც განახლდა და მოეწყო ახალი არის 900 კილომეტრამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქსელური ინფრასტრუქტურის განახლების ინდექსი დაახლოებით 3%-ის ფარგლებშია, მაშინ, როდესაც გასულ პერიოდში ის 0.4%-ს არ აღემატებოდა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია თავმოდ ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განხორციელდა, მასშტაბი მათი გაიზარდა და ამავდროულად, როგორც მოგეხსენებათ, აკვალია არის დარგობრივი ინვესტორი და შესაბამისად ამ ინვესტიციების მიმართულება თუ რომელი სტრატეგიული მიმართულებით უნდა განხორციელდეს პრიორიტეტების მიხედვით უფრო განსხვავებული კუთხით მოხდა ამის დანახვა. ინვესტიციები მნიშვნელოვანია, ეს მთავარი თემაა ჩვენი მედიისა, ცხადია, მაგრამ მეორეს მხრივ მომხმარებლებისთვის უმთავრესი არის შედეგი. დინამიკაში ადამიანი, რომელიც საოპერაციო მიმართულებაზეც აგებს პასუხს კომპანიაში, როგორ აფასებთ ქსელებზე ავარიების, დაზიანების, წყლის მიწოდების შეზღუდვის რაოდენობის კუთხით? ერთი აღქმა, მაგრამ მეორეა ის სტატისტიკა, რომელზეც ფულზე ხელი თქვენ გიდევთ. არ არის მარტივი ინვესტიციის კონკრეტულ მაჩვენებელთან დაკავშირება და ზოგადად მთლიან სისტემაზე რო საუბრობთ, რა წილი და რა გაუმჯობესება აქვს, თუმცა დინამიკაში ჩვენ შეგვიძლია მარტივად შევაფასოთ 2022 წლიდან დღემდე ჩვენ გვაქვს პოზიტიური ეფექტი როგორც დაზიანებების რიცხვის, ასევე წყვეტების რაოდენობის შემცირების და ამავდროულად ჩვენ ვნახეთ სარეკლამო რგოლში, რომ საშუალოდ ერთი წყვეტის ფარგლებში 44% ნაკლები ადამიანს ეზღუდება სასმელი წყლის მიწოდება. ეს არის ინფრასტრუქტურული ელემენტების რეაბილიტაციის გავლენა სისტემაზე, გარდა იმ სხვა ეფექტებისა, როგორიც არის დანაკარგები და ესე შემდეგ. თუმცა გარდა ინვესტიციებისა, ასევე საგულისხმო საოპერაციო მიმართულებაც, იმიტომ რომ როდესაც ინფრასტრუქტურულ ელემენტზე რაიმე ტიპის დაზიანება ხდება, რომელსაც ჩვენ რაც არ უნდა ინვესტიცია განახორციელოთ ვერ ავიცილებთ, თავარია რამდენად სწრაფად და ხარისხიანად ხდება ამაზე რეაგირება. ჩვენ ამ მიმართულებითაც დადებითი დინამიკა გვაქვს, რეაგირების დროსთან მიმართებაში გვაქვს უფრო გაუმჯობესებები, ვიდრე ეს იყო 2022 წლამდე. შესაბამისად, ყოველივე ეს ქმნის იმის თქმის საფუძველს, რომ დადებითი პოზიტიური დინამიკა შეინიშნება და ის ინფრასტრუქტურული პროექტები თავის მხრივ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, თავის ეფექტს იძლევა. გიგა, რჩები მე ისევ საოპერაციო მიმართულების თემატიკაში, რაც თქვენ გიკავშირდებათ, თან იმ ფონზე, რომ საკმაოდ დინამიურად და სწრაფად იზრდება თბილისი, როგორც ქალაქი თავისი ინფრასტრუქტურით, რა რჩება გამოწვევებს შორის, რომელიც თქვენთვის იდენტიფიცირებულია საოპერაციო დონეზე? ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად ორი სერვისის მომსახურებას ვახორციელებთ, ეს არის სასმელი წყლის მიწოდება და წყალარიგნების სერვისის უზრუნველყოფა, ამიტომ მე ორ მიმართულებად გავხსნი ამ პრობლემას. პირველი, სასმელი წყლის მიმართულებით, როდესაც ჩვენ
ანუ ქალაქის სწრაფი განაშენების ტემპზე ვსაუბრობთ და განაშენიანებაზე. პირველი არის წყლის რაოდენობა და იმ სისტემის შესაძლებლობები, რომლებიც 10 წლეულების წინ იყო მოწყობილი ცალკეული უბნებისთვის და ამ უბნების განაშენიანების ტემპი თავის მხრივ რადიკალურად შეიცვალა, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო საპროექტო მონაცემებით თვითონ წყალმომარაგების სისტემით. ამიტომ რიგ უბნებში ჩვენ უკვე წავაწყდით პრობლემებს ზაფხულის პერიოდში, როდესაც გაზრდილია სასმელწყალზე მოთხოვნა, ის სატუმბისადგურები, მილსადენები თავის სიმძლავრეებით, დიამეტრებით ვერ უზრუნველყოფს იმ საჭირო წყლის მიწოდებას, ამიტომ კომპანიას უწევს საინვესტიციო პროექტების განხორციელება, სისტემის გაძლიერება და ისე შემდეგ. თუმცა ეს გამოწვევა იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვიწევს ამის წინსწრებით შეფასება, მუნიციპალიტეტთან შესაბამისი კომუნიკაციის საფუძველზე ვაზიარებთ ინფორმაციას, სად იგეგმება, სად არის გაცემული მეტი მშენებლობის ნებართვა და განაშენება სად არის უფრო დაგეგმილი, რომ ჩვენ წინსწრებით შევაფასოთ ის რისკები, რომელიც შეიძლება დადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თუ ამის წინსწრებით შეფასებას ვერ შევძლებთ. მივიღებთ იმ რეალობას, რომ შეიქმნება ზაფხულის პერიოდში გარკვეული ტიპის მომარაგების პრობლემები, რომელიც რა თქმა უნდა საჭიროებს მნიშვნელოვანი ინვესტიციებს, რომელიც თავისუფლად დროსთანაა დაკავშირებული და შეუძლებელია ყისერად ამის გაკეთება მოხდეს. ეს წყლის მიმართულებით წყალარინებაზე გამოწვევებს განსხვავებით სასმელი წყლისგან წყალარინების მხარეს მომხმარებლის ქცევა უფრო დიდ გავლენას ახდენს წყალარინების სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე. მე გამოვყევდი რამდენიმე ფაქტორს. პირველი, ჩვენ ბოლო 5 წლეულის განმავლობაში ძალიან გახშირდა სველი ხელსაყრელების ან ისეთი ტიპის ნარჩენების ჩაყრა წყალარინების სისტემებში, რომელიც დაუშვებელია, რომ წყალარინების სისტემაში მოხდეს და ეს იწვევს დამატებით დაზიანებებს. დაახლოებით 30-40% მოდის მსგავსი ტიპის, ანუ წყალარინების სისტემის არასწორ გამოყენებაზე. ამ მხრივ ჩვენ არაერთი PR კამპანია ვაწარმოეთ, რომ გავზარდოთ მომხმარებელთა ცნობიერება და ვისარგებლეთ კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის შესაძლებლობით, ესე ვთქვათ, რომ მივმართო მომხმარებლებს ისეთი ნივთები, რომლებიც დაუშვებელია წყალარინების სისტემაში რომ მოხდეს, არ უნდა ჩავყაროთ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იწვევს გაბიდნას, რომელიც თავის მხრივ მომხმარებელს უქმნის დისკომფორტს და რაც არ უნდა ახალი კონდეს სისტემა, მსგავს ტიპის არასწორი გამოყენება მომხმარება სისტემის თავის მხრივ შექმნის გარკვეული ტიპის პრობლემებს. მინდა გავაერთიანო ერთი სრულ კითხვა თემაზე, რომელზეც GVP ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ახსენებს, ეს თემა ეხება არეალების შემცირება და ზონირების პროექტი. და მეორეს მხრივ თქვენს ბრძანებთ ვიდეოშიც ვნახეთ ამ ანგარიშში, რომ შედეგები გაუმჯობესებულია, თუმცა მომხმარებელს ყველაზე მეტად მაინც აინტერესებს გიგა რეაგირების დრო და წყვეტის ხანგრძლივობის შემცირება. აი ამ თემაზე რა ხდება? აი როგორც უკვე ვთქვით, არეალები დაპატარავებულია საშუალოდ ერთ წყვეტასთან მიმართებაში. გარდა იმისა, რომ არეალი არის შემცირებული, თვითონ წყვეტების რაოდენობა შემცირებულია, ამიტომ უფრო ნაკლები ადამიანს ეთიშება სასმელი წყალი. რაც შეეხება რეაგირების დროს, ეს ნიშნავს, რომ როცა უბანი უკაცრავად კონკრეტულ ქუჩაზე იყო დაზიანება, აღარ ხდება მთელი უბნის გათიშვა. სუსტად და მათ შორის ის მაგისტრალური მისადენებიდან მომდინარე რისკები, რომელსაც დიდი გავლენა აქვს მოსახლეობაზე, ამის წინსწრებით იდენტიფიცირება მოხდა ჩვენს მიერ და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. უშუალოდ რეაგირებას რაც შეეხება, ჩვენ მთელი ყურადღება მაგ მიმართულებით გვაქვს ახლა მიმართული და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მუშაობთ, რომ ყველა ის ხელისშემშლელი გარემოება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ჩვენ საავარიო ჯგუფებს ან სადისპეჩერო მიმართულებას, რომ სწრაფად მოახდინოს რეაგირება, ამ ყველა პრობლემის იდენტიფიცირებას, პროცესების გადალაგებას, ავტომატიზებას უზრუნველყოფდა და გარკვეული ტიპის, მე ესე ვიტყოდი, მნიშვნელოვანი ეფექტები გვაქვს. აი 2022 წელთან შედარებით, მაგალითად, ბოლო რამდენიმე თვის მონაცემს რო ვაანალიზებთ, დაახლოებით 55%-ით არის შემცირებული რეაგირების დრო წყალარინების მიმართულებით. 38%-ით არის სასმელი წყლის ანუ წყვეტაზე და დაზიანებაზე, სასმელი წყლის მისადენის დაზიანებაზე რეაგირების დრო შემცირებული. თუმცა მაგაც შეგვიძლია რამდენიმე ჯგუფად დავყოთ მარტივად რო ვთქვათ მომხმარებლის გასაგებ ენაზე, ჩვენ 12 საათზე ნაკლებ დროში 85%-ს დაახლოებით ინციდენტებისა უმკლავდებით. ეს საშუალო დრო გიგა. კი, 12 საათზე ნაკლებ დროში 85% მიღებული ინციდენტების სასმელ წყალში ჩვენ უმკლავდებით უპრობლემოდ. იმის ზევით არის რთული ან განსაკუთრებული სირთულის ობიექტები, რომელიც ტექნიკურად რთული აღსადგენია, ან არის გარე ხელისშემშლელი გარემოებები. რა არის შეფერხებების თავარი მიზეზები, მაინც რაც ძირითადად რჩება 12 საათი, რომელიც გათიშვიდან
უნგანში წყლის მოსვლამდე გავიგეთ საშუალოდ რომ, მაგრამ რა იდენტიფიცირდება მაინც მთავარ მიზეზად? რამდენიმე მიმართულებად შეიძლება დაიყოს. ერთი არის თვითონ ინფრასტრუქტურა. თუ ისეთი ინფრასტრუქტურული ელემენტი დაზიანდა, რომელიც არის მაგისტრალური მილსადენი, იქ რამდენიმე ფაზა უნდა გაიაროს, სანამ სამუშაოებს დავიწყებთ. ხშირ შემთხვევაში გვიწევს სასმენისწყლის წყვეტა, დაცლა სისტემის უნდა დაველოდოთ. თუ ქალაქის ნაწილში ინტენსიურ ქუჩაზე გვაქვს საუბარი, ინტენსიური მოძრაობის დროს შეზღუდვა ქუჩის ფაქტობრივად შეუძლებელია ხოლმე და გვიწევს სამუშაოების გადავადება და ხამის საათებში სამუშაოების დაგეგმა. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ მივდივართ, თუმცა ობიექტზე ვერ მუშაობთ იმის გამო, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებია გაჩერებული იმგვარად, რომ არ გვეძლება საშუალება და ამის გაყვანა დამატებით დროსთან არის დაკავშირებული და არის ეს უფრო სხვადასხვა ობიექტური გარემოები, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის, თუმცა ზუსტად ამაზე მუშაობთ, რომ საოპერაციო მიმართულებით მაქსიმალურად ისე დავგეგმოთ ოპტიმალურად ეს პროცესი, რომ ჩვენი საავარიო ჯგუფის მოქნილობა იყოს ოპერატიული რაც შეიძლება. კარგი, რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, GVP-ის დღევანდელ პრიორიტეტებზე მინდა გითხოთ და ამ პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რა არის ის უმთავრესი, რა ცვლილებებსაც იგრძნობს ჩვენი მოსახლეობა უახლოეს მომავალში? ჩვენ ვხედავთ რეკონსტრუქციის დაწყებას უკვე ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რომელზეც თქვენი კომპანიის წარმომადგენლების განცხადებებიც მოვისმინეთ. გისმენთ ყურადღებით, რითი ხართ წარმოდგენილი გეგმების კუთხით? ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაზრდა, შენარჩუნება. ამის მიღწევა მხოლოდ საინვესტიციო პროექტების განხორციელებით და რა თქმა უნდა მიზანმიმართული საინვესტიციო პოლიტიკით არის შესაძლებელი, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაშიც. თუმცა საინვესტიციო პროექტების განხორციელებას არ აქვს მყისიერი ეფექტი მთლიან სისტემასთან მიმართებაში, მას აქვს მხოლოდ მყისიერი ეფექტი, სადაც ხორციელდება იმ არეალში. ლოკალურად, რა თქმა უნდა. ჩვენ ამ პროექტებს ვახორციელებთ იქ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემებია, თუმცა სხვა არეალები, სადაც ჩვენ პროექტები არ განხორციელება, იქ ხო არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პროექტმა, რომელიც კონკრეტულ ქუჩაზე განხორციელებს, გავლენა მოახდინა სხვა ქუჩასთან მიმართებაში. ეს არის ერთი მიმართულება საინვესტიციო პოლიტიკა, მაგრამ ვინაიდან საინვესტიციო პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივას უყურებს, ჩვენ მომხმარებელთან მიმართებაში აუცილებელია გქონდეს სათანადო სერვისი, რომელიც გამოიხატება ჩვენს მიერ მყისიერ რეაგირებაში, როდესაც მომხმარებელს პრობლემა აქვს. ამ მიმართულებით ჩვენ წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს არაერთი სიახლე, მათ შორის სისტემების და პროცესების ავტომატიზება იმ მიმართულებით, რომ ის რეაგირების დრო თუნდაც 12 საათი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ და მათ შორის მოხდეს კლასებად, ჯგუფებად დაყოფა პრობლემების, რომ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მოხდეს რეაგირება უფრო სწრაფად, ვიდრე შედარებით ნაკლებ პრიორიტეტულ მიმართულებებზე. იგა, იზრდებთ წარმატებებს, მაქსიმალურად ახალი ტექნოლოგიების ჩართვასაც გვეხმაურებიან რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენლები. საინტერესოდ და ამ კითხვებსაც გაგატანთ და შემდეგი ეთერისთვის დავიგეგმოთ. ურმესი მადლობა მოგზაურობისთვის. იგა ნადირაძე, GVP-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი.